გამარჯობა, ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ახალ ამბებს მე თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. ახლა ვნახოთ ანონსი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კახეთშია ილია მეორემ დღეს ალავერდის ტაძარი მოილოცა. პატრიარქს აქვს უზარმაზარი მადლი მთელი საქართველოს წინაშე. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ყოველთვის შეგვეწევა მაგისი ნალოცი. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ცეცხლი უკვე გურჯაანშია. როგორც ჩაიარა ესტაფეტა. თბილისი 2015 ჩირაღდანი მოკლედ გურჯაანშია. ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და მიუწვდომელი ფასები მედიკამენტებზე, რატომ ვერ მკურნალობენ პაციენტები. დიაგნოზს ვიგებს, წამლებს გვიწერენ, მაგრამ კიდევ გვიჭირს. აი, ხაც მივდივარ, უნდა დავიჭი, ვიყიდი თუ არა. თხილის წარმოება საქართველოში რამდენად მომგებიანია და ჩაანაცვლებს თუ არა ის სხვა კულტურებს კახეთში. მე ესმის ჩემი ატამს, იმიტომ ატამი ხან დაისეტყობა. თხილის კულტურა საერთოდ საქართველოს მასშტაბით მეტად პერსპექტიულია. კახეთის გუბერნატორის მოადგილე სტიქიით დაზრალებულ მოსახლეობას შეხვდა. აქცია თელავში, რა სითხოვენ და რას აპირებენ გარემოვაჭრეები. მე რო არ დავდგე ქუჩაში, მე ჩემი ოჯახი მშიერი უნდა მყავდე. ქართველი ქალი რო ნაგავში ჩაჯდება და იმასაც დაუშლიან. ლეო ანთაძე ქვიშხეთური ესკიზები ლეო ანთაძემ გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე საკუთარი ბავშვობა გააცოცხლა. მთელი საქართველო მინდა მოვიარო ამ ჩემი სპექტაკლის. საღამო მშვიდობისა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კახეთს ეწვია. დღეს უწმინდესმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსი მოილოცა. ილია მეორე მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს გაეცნო და შიდა მეურნეობები დაათვალიერა. დღესვე ილია მეორემ ტაძართან შეკრებილი მრევლი დალოცა. ნინო სამნიაშვილის რეპორტაჟი ალავერდიდან. ალავერდის მონასტერში ამდენი მომლოცველი პატრიარქთან ილია მეორესთან შესახვედრად შეიკრიბა. ამ ზარებმა მათ უწმინდესის და უნეტარესის მობრძანება აცნობა. მომლოცველებმა დიდი დერეფანი გააკეთეს, რათა პატრიარქის დალოცვის საშუალება მისცემოდათ ან მას შეხებოდნენ. ტაძრის მოლოცვამდე მეუფეებმა და მამებმა პატრიარქს ალავერდთან არსებული მამათა მონასტერში მარანი დაათვალიერებინეს და ღვინის დამზადების ტექნოლოგია გააცნეს. უწმინდესმა სამონასტრო მეურნეობებიც მოინახულა და ბერებისა და იქ მოღვაწე მამების ღვაწლს გაეცნო. უწმინდესმა მოინახულა ალავერდის მონასტრის მეფუტკრეობის სასწავლო ცენტრი და მან აღნიშნა, რომ არის ძალიან კარგად გაკეთებული, რომ დაიწყო მსგავსი მეურნეობის გაკეთება უკვე სამების საკათედრო ტაძართან. ამის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი მოილოცა. ალავერდის სამხელა ეკლესია მრევლით მხოლოდ იმ მიზეზით გაივსო, რომ პატრიარქისთვის პატივი მიეგოთ და მისგან დალოცვის საშუალება მისცემოდათ. მან მოილოცა ალავერდის უძველესი მონასტერი, მისი მეურნეობა და მას ვახდით ჩვენ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მდელმთავრები. მინდა ვთქვა, რომ გახარებული ვართ ყველანი ალავერდის მონასტრის აღორძინებით, იმ პროცესებით, რომელიც აქ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ახლოც კი ვერ მიაღწია, მომლოცველები მაინც მადლიერები იყვნენ. პატრიარქის ჩამობრძანება ძალიან სასიამოვნო, ჩვენთვის ყველასთვის სასიხარულო და ყველანი ვართ ჩვენ მადლიერნი, უზომოდ მადლიერი, კმაყოფილი, უწმინდესის, ჩვენი მეუფის, რა თქმა უნდა, ყველა მადლობელი, იმიტომ რომ მეუფემ უფალი გვაცნობა. თითოეული ადამიანს ხო ვერ შეხვდება არა, მაგრამ პატრიარქის საქმობრძანება ის იმას ნიშნავს, რომ ყველა დალოცილი არის. აი ხალხი როგორ მოაწყდა ალავერდს, ეს ნიშანია იმისა, რომ პატრიარქს აქვს უზარმაზარი მადლი მთელი საქართველოს წინაშე, მთელი კაცობრიობის წინაშე და მადლობა ამისათვის უფალს. ყველა შეგვეწიოს მაგისი მადლი, ისე ველოდებოდით და
უკან გავყევი ეხლა მაგის მანქანაში ჩვენ ყველამ ვიცით რომ ყოველთვის შეგვეწევა მაგისი ნალოცი თქვენს შეგეწიოთ საქართველოს გადმოხედოს ღმერთმა როგორც უყურეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ალავერდის მონასტერში რამდენიმე საათი დაყო. მან საკათედრო ტაძარში იოსებ ალავერდელის სამარხთან მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოებიც დაათვალიერა. მოგვიანებით კი მამებთან ერთად ადგილობრივი გუნდების გალობაც მოისმინა. თქვენ თვითონ ნახეთ, ამდენად ბედნიერი იყო ზოგადად ჩვენი რეგიონის მოსახლეობა, ხალხი ოჯახებით იყო მოსული, შვილებით, შვილიშვილებით და აბსოლუტურად ყველა ადამიანის სახეზე იგრძნობოდა განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა და განსაკუთრებული ბედნიერება. მისი ლოცვა კურთხევით ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ ყავს ადამიანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ლოცულობს და ზრუნავს ჩვენ სულიერებას და ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი უწმინდესი. ალავერდის მოლოცვის შემდეგ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წინანდალში გაემგზავრა პატრიარქი კახეთში დარჩენას, სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე დღე აპირებს. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ცეცხლი უკვე გურჯაანშია. ესტაფეტა 18 საათზე გურჯაანი ჩუმლაყის საზღვარზე დაიწყო და იუსტიციის სახლთან დასრულდა. ჯირაღდანი გურჯაანში ვეჯინელმა მსოფლიო ჩემპიონმა ალიკა ზავრაშვილმა შემოიტანა. ესტაფეტაში კი სხვა ტიტულოვანი სპორტსმენები და ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ. ჯირაღდანი ბოლოს როლანდ ოქროპირიძემ ჩაიბარა და ის იუსტიციის სახლთან საზეიმო ვითარებაში მიიტანა. ამის შემდეგ გურჯაანში კონცერტი გაიმართა. ოლიმპიური ცეცხლი მთელი ღამის განმავლობაში პაპას ბაღში დარჩება. 10 ივნისს კი თელავში გადაინაცვლებს. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ჯირაღდანი საბერძნეთის ქალაქ ათენში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-თვის აანთეს. ახალგაზრდული ოლიმპიადა 26 ივნისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება. პირველი მეჩნიაროდე ყველას მე დამიულოცო ოლიმპიური ფესტივალის გახსნა და გურჯაანში შემოსვლა. ძალიან ბედნიერი ვარ, აუცილებლად. თბილისი 2015-ის ჯირაღდანი მოკლედ გურჯაანშია დღეს და მიხარია ძალიან და ულოცავ ყველა გურჯაანელს, ყველა კახეთს და ყველა მონაწილეს. ამდენ სიხარულს და მართლაც ისტორიულ მოვლენას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წარმატებაზე არავინ დაობს, თუმცა მედიკამენტების სიძვირის გამო მოსახლეობა ხშირად ექიმის გამოწერილ წამლებს ვერ ყიდულობს. უმეტეს შემთხვევაში პაციენტები ექიმებს დაბალფასიანი მედიკამენტების დანიშვნას თხოვენ, რაც მედიკოსების თქმით ხარისხთან შედარებით არაეფექტურია. პრობლემის დეტალები ეთერ-თეთრაძის სიუჟეტში. მარიამ ნოზაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული და ექიმის კონსულტაცია უფასოდ მიიღო. თუმცა შეძლებს თუ არა მკურნალობის ჩატარებას და მედიკამენტების ყიდვას, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა ეღირება ექიმის მიერ გამოწერილი წამლები. ვიყავი ექიმთან გამომიწერა წამლები. ეხლა ნამდვილად არ ვიცი რა შეძლო თუ რა ნამდვილად ყიდვას. ძვირი ყის ძალიან მედიკამენტები და კარგი იქნება თუ დაიაფებენ რომ ყველამ შეძლოს ყიდვა და მკურნალობა. 18-ით აღიდა და 17-ით ნემსები, მაგრამ არ მქონდა საშუალო და ვერ ვიყიდე. ეს სოფელი გურჯაანია, საკუთარ პრობლემებს მეზობლები ერთმანეთს ხშირად უზიარებენ. ანგენინა სერანოვა ექიმიდან ისე დაბრუნდა, რომ გამოწერილი წამლის ყიდვა ვერ შეძლო. ეხლა ვიყავ ექიმთან. არ მქონდა საშუალება, გამომიწერა ნემსები, მაგრამ ვერა. ეხლა თემა ვერ ჩხუბებოდა, რომ მქონოდა ფული ხო ვიყიდედი წამალი. მაზი უფრო ისა 16 მაინც ხერდა და 25 გავუხდია, თიმა აღარ ვიყიდი. წამლები კიდე ამისი წამლები სულ დავანებე თავი, გინდა გამისკდე და გინდა გულზე დამარტყე. აღარ შემიძლია ცხოვრება. როგორც აღმოჩნდა, ეს ერთეულების პრობლემა არ არის და ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობას მედიკამენტების საყიდლად ფული არ აქვს. გურჯაანელების აზრით მართალია ჯანდაცვის რეფორმა წარმატებულია, თუმცა სათანადოდ მაინც ვერ მკურნალობენ. ექიმთან მივდივართ, დიაგნოზს ვიგებთ, წამლებს გვიწერენ, მაგრამ ყიდვა გვიჭირს. ამ 150 ლარი პენსიით წამალი ვიყიდო, საჭმელი ვიყიდო თუ ავადმყოფი როგორ გავიყვანო იოლას. ალერგია ცხელზე, მოვედი ექიმთან, გამომიწერა ისეთი ძვირიანი წამლები, რომ 200 მანეთამდე ღირდა. ამიტომ მე ვთხარ, მოდი გავყო, წამად ნაწილად გავყავი და 80 ლარისა მაინც კიდე რაღაცა მტირდებოდა. მე ვერ გავაგრძელე. ექიმთან კონსულტაციას უფასოდ როგორ არა, პოლიცია მაქვს საყოველთაო დაზღვევა და ვიღებ. მაგრამ მედიკამენტების ყიდვა ეს უკვე მეორე ხარისხოვანია და ძალიან არის გაძვირებული წამლები. ახლა ყველა სახეობა არა, მაგრამ 40-70% გაძვირებულია. აი ხაც მივდივარ უნდა და არ ვიცი ვიყიდი თუ არა. ძალიან ძვირი შვილო, ძალიან ძვირი. 10 დღისაი რომ გადაიხდი
107 მანეთ, 127 მანეთ. მერა პენსია უნდა მეყოს იქ. ექიმი თერაპევტის ინფორმაციით ხშირად პაციენტები დაბალფასიანი მედიკამენტების გამოწერას თხოვენ, ამიტომ ცდილობს მათი ეს მოთხოვნა გაითვალისწინოს, თუმცა ამბობს, რომ უმჯობესია მკურნალობა ხარისხიანი მედიკამენტებით ჩატარდეს. ძალიან ბევრი პაციენტი შემოდის და გვაკითხავს, რომელსაც არ აქვს ხარისხიანი მედიკამენტის ყიდვის საშუალება. თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავითვალისწინოთ ყველანაირი ეკონომიური მდგომარეობა, თუმცა მე მირჩევნია და პაციენტს მივცე ნორმალური ხარისხიანი დანიშნული. მოსახლეობის ვარაუდით მედიკამენტებზე ფასების ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ლარი გაუფასურდა, ამიტომ მათი მოთხოვნაა, რომ პირველადი მოხმარების წამლებზე შეღავათი დაწესდეს. თხილის წარმოება საქართველოში რამდენად მომგებიანია და ჩაანაცვლებს თუ არა ის სხვა კულტურებს კახეთში. მე ეს მირჩევნია ატამს, იმიტომ რომ ატამი ხან დაისეტყობა. თხილის კულტურა საერთოდ საქართველოს მასშტაბით მეტად პერსპექტიულია. კახეთის გუბერნატორის მოადგილე სტიქიით დაზრალებულ მოსახლეობას შეხვდა. აქცია თელავში, რა სითხოვენ და რას აპირებენ გარემოვაჭრეები. მე რო არ დავდგე ქუჩაში, მე ჩემი ოჯახი მშიერი უნდა მყავდე. ხალხელი ქალი რო ნაგავში ჩაჯდება და იმასაც დაუშლიან. ქვიშხეთური ესკიზები ლეო ანთაძემ გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე საკუთარი ბავშვობა გააცოცხლა. მთელი საქართველო მინდა მოვიარო ამ ჩემი სპექტაკლის. თხილის გაშენებისა და წარმოების ახალი სახელმწიფო პროგრამა. გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა სამთავრობო გეგმით უკვე დაინტერესდა. როგორც გავარკვიეთ, მართალია მცირე ფართობზე, თუმცა თხილის პლანტაციები გურჯაანშიც აქვს გაშენებული და ამბობენ, რომ მოწეული მოსავლის რეალიზაცია არ უჭირთ. რამდენად მომგებიანია თხილის წარმოება და ჩაანაცვლებს თუ არა ის სხვა კულტურებს კახეთში, ნახეთ ვრცლად ვერა იაშვილის სიუჟეტში. ეს ჩემი პლანტაცია და მე მიყვარს ძალიან და პატივს ავცემ. ული ყოველ დღე თუ არა ორ დღეში ერთხელ მაინც ჩამოვდივარ. და მაყოფილი ვარ ძალიან. ნოდარ რაქვიაშვილმა ეს თხილის ბაღი 18 წლის წინ გააშენა. ამბობს, რომ მისი მოვლა არ უჭირს და სხვა კულტურებისგან განსხვავებით უფრო მომგებიანია. ის ყოველ შემოდგომით 400 კილომდე თხილს კრებს და მისი რეალიზაციაც არ უძნელდება. პროდუქტს ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში ყიდის, თუმცა სურვილი აქვს, რომ ევროპის ბაზარზეც გაიტანოს. ეხლა დიდი საწვალებელი არ არის მაინც რო ვთქვათ. ახალ ამოყრილ შევაჭრი ხოლმე, ბალახი თუ ამოიმარს გავთიგო ხოლმე და მოსავალს ვიღებ ხოლმე სექტემბრისთვის. ეს მირჩევნია ატამს, იმიტომ რომ ატამი ხან დაისეტყობა, ხან ფუჭდება, წამლა უნდა ისო, ამას არაფერი არ უნდა. ამას მარტო მოურწყამ და ფასი ატამზე კარგი აქვს და ადვილი მოსავლელი თანახმავ იქნება ძალიან და მოხარულიცა ვარ, რომ ეს ევროპულ ბაზარზე თუ შევა ეს ჩვენი ნაწარმი, მე სიამოვნებით ვითანამშრომლებ და შევიტან იქ. მე პირადად შევიტან თუ მთავრობა დამეხმარებათ როგორ იქნება, როგორც იქნება, მოახერხებ რაღაც. თხილის პოპულარიზაციის და წარმოებისთვის კი სახელმწიფომ ახალ პროექტზე დაიწყო მუშაობა. პროგრამა დანერგე მომავლის მიზანია მსოფლიო ბაზარზე ქართული თხილის ბრენდის შექმნა. დაინტერესებულ ფერმერებს კი მთავრობა შეღავათიან აგროკრედიტს და ნერგებით უზრუნველყოფას თავაზობს. გურჯაანში შერჩევითი შემთხვევის პრინციპით გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობა უკვე დაინტერესდა თხილის გაშენებით და მომავალში მისი რეალიზაციის იმედიც აქვთ. შედარებით უკეთესი ატამს ბევრი წვალება უნდა, ფასი არა. გავაშენეთ რაც საჭირო იყო, რაც გექტარზე მაქვს. ნაკლებ შრომატევადიანია, წამლო იმას არ უნდა არაფერი, მაგრამ ხა ის სხვადასხვა ის უფრო მომგებიანია. ვიდრე თხილი. ხა ნაკლებ შრომატევადიანი კი არის. ანუ დაინტერესდებოდით და არა, რა თქმა უნდა, კი. ნაკლებ შრომატევადიანი. გურჯაანში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი ზვანო ბასილაშვილის ინფორმაციით, თხილი რაიონში მხოლოდ 50 ჰექტარზეა გაშენებული. მისივე თქმით, პროექტი დანერგე მომავალი ფერმერებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ და უფრო მეტი თხილის ბაღები გააშენონ. თხილის კულტურა ამჟამად მუნიციპალიტეტში 50 ჰექტრამდეა გავრცელებული. ძირითადი მასივი გურჯაანის ტერიტორიაზე, ალაზნის მხოლოდ 20 ჰექტარი. დაახლოებით 10 ჰექტარი არის ვაზის უბანში და ესე 3-4 ჰექტარი სხვადასხვა სოფლებში. ამჟამად თხილის კულტურა საერთოდ საქართველოს მასშტაბით მეტად პერსპექტიულია და უნდა ითქვას, რომ ის ექსპორტზე შეუფერხებლივ გადის, იმისათვის რომ ძალიან მოთხოვნადია. თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებელი კი ყოველწლიურად იზრდება. საქართველომ 2014 წელს 183 მილიონი დოლარი მიიღო და ეს მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი.
კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივიმეტრეველი ყვარლის მუნიციპალიტეტში სტიქიის დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაათვალიერა. მისი განცხადებით, მოსახლეობას, ვისაც მოსავალი დაზღვეული აქვს, ზარალს სადაზღვევო კომპანიები აუნაზღაურებენ. ამასთან ერთად კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია ზარალის დამცველი კომისიები. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას ეფექტურად რომ არ ემუშავა, ზარალი გაცილებით მეტი იქნებოდა. შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ, რომ კახეთის დიდი ნაწილი კომპანია დელტამ და სახელმწიფოს მიერ დამონტაჟებულმა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებმა გადაარჩინეს. მაგრამ სამწუხაროდ გვაქვს ესეთ პატარა წერტილები, რომელშიც ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა და სეტყვამ დააზიანა მოსახლეობა. აქ ერთი ძალიან მცირე, რა თქმა უნდა, მაგრამ დამამშვიდებელი ფაქტორი არის ისიც, რომ ამ წუთას მე ველაპარაკებოდი მოსახლეობას, კერძოდ აი ამ ვენახის მეპატრონე მეუნება, რომ მას დაზღვეული აქვს ვენახი და უმრავლესობას აქვს დაზღვეული. ვენახები ფიზიკურად 70-80% განადგურებულია. ერთიანი კულტურები თითქმის 100%-ანი განადგურებული. უბრალოდ ძალიან დიდი ზარალი გვაქვს. რო არ ყოფილიყო ალბათ სეტყვის საწინააღმდეგოები, ცოტა უფრო მეტი იქნებოდა ზარალი. ძალიან კარგად და ეფექტურად იმუშავეს. თელაველი გარემოვაჭრეების კონტრაქცია მათ დღეს აგრარული ბაზრის მიმდებარე ქუჩა რამდენჯერმე გადაკეტეს. როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, დღეს დილიდან საპატრულო პოლიციამ გარევაჭრობა აუგზავნათ, რამაც პროტესტი გამოიწვია. არადა მათი თქმით, ეს ერთადერთი შემოსავალია და მისი აკრძალვის შემთხვევაში ათეულობით ოჯახი მშიერი დარჩება. გარემოვაჭრეებს თელავის მერის მოადგილე შეხვდა აკა საჩიშვილმა მათ ბაზრის ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართის შესთავაზა, რასაც უარს აცხადებენ. მოგვიანებით ბაზრის მიმდებარე ქუჩა საპატრულო პოლიციამ გახსნა. თუმცა გარემოვაჭრეები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და მის გამართვას ახლა უკვე თელავის მერიასთან გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ გარევაჭრობის აკრძალვა გუშინ თელავის ბაზრის მოვაჭრეებმა მოითხოვეს. მე რო არ დავდგე ქუჩაში, მე ჩემი ოჯახი მშიერი უნდა მყავდნენ. აი მის გულისთვის გამოვდივარ და ვრისკავ, რომ მათხოვრის დონეზე ქუჩაში დავდგე. რა მოხდა, რომ დგევარ მათხოვრავ? რა მოხდა? მაშინ დაგვასაკამონ, ვისაც ენერგია ყველა სამსახური მისცენ. და მე საკამონ, სოფლიდან ამოვდივარ, აი ხავზივარ, რომ საჭმელი წავიღო საღამოს სახში. ხო ცუდონი ვარ, ქართველი ქალი რო ნაგავში ჩაჯდება და იმასაც დაუშლიან. სანამ ხალხი ნაგავში იქექება და პალტო კალმახელიძე ვიხსნის სამსახურებს, ჩვენ ვიდგებით გარეთ. რათა ჩვენი ონკოლოგიური ავადმყოფი და ბავშვები გამოკებოთ. წინავდე შემთხვევაში, თუ პალტო კალმახელიძე ვერ გახსნის სამუშაო ადგილებს ერთ თვეში, ჩვენ დავიწყებთ მის კაბინეტთან გამოძევებას, ამოვიყვათ ჩვენ ავადმყოფს და დავსვათ მას კაბინეტთან და შეინახოს მან. დავაზობთ, რა თქმა უნდა, თვითონ თელავის ბაზარში არის ფართი, თავისუფალი ფართები, მაგრამ ეს ადამიანები რატომღაც არის სურეს და არ უნდათ რომ შიგნით შესვლა, არის კიდევ სხვა ფართი, რომელიც ჩვენი მხრიდან არის შეთავაზება და ეხლა ფაქტურად ჩვენ ვართ აი ამ მოლაპარაკების პროცესში. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკები დასრულდება ეს ყველაფერი და თავიდან იქნება აცილებული რაიმე სახით ესეთი ექსცესები. შევეცდები სულ პატარა სიამოვნება მოგანიჭოთ, თუ რა თქმა უნდა შევძელი, ასე დაიწყო გურჯაანელ თაყვანისმცემლებთან შეხვედრა საქართველოს სახალხო არტისტმა ლევო ანთაძემ. ეს მართლაც შეძლო. მან მაყურებელს 1 საათიანი იუმორისტული მონოსპექტაკლი ქვიშხეთური ესკიზები წარუდგინა და ამით საკუთარი ბავშვობა გააცოცხლა. შემოქმედებითი შეხვედრა მსახიობის სცენაზე გატარებულ 60 წელს მიეძღვნა. ასეთი ღონისძიებები ლევო ანთაძის ინიციატივით საქართველოს ყველა რაიონში გაიმართება. გურჯაანში შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა. შეჩი ვისვენები ბავშვობაში მე ბებიაში ვიყო ნინო ნაკაშიძე მწერალი და მის წყალობით მე მწერლებზე მაქვს რაღაც კურიოზულ ამბებს ვობი მწერლებზე. ვიზას მოყვები, მე მის ნაწარმოებს გავათამაშებ. ხატული კითხვა კი არ არის, არის სპექტაკლის სახე, მონოსპექტაკლის ერთი კაცის სპექტაკლი. ამას თამაშობდი ამ სპექტაკლს ვერი გონჯაფარიძის სახელობის თეატრში, ერთ მსახიობის თეატრში. სამწუხაროდ დაიხურა ეს თეატრი და გადავწყვიტე რომ ადგილზე რეგიონებში ვიარო და ჩავატარო და მთელი საქართველოს მინდა მოვიარო ამ ჩემი სპექტაკლი. ძალიან მეყვარს ეს სპექტაკლი საერთოდ. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ხელმძღვანელობას, რომ ეს დიდი არტისტი გურჯაანში ჩამოიყვანა და ამისი საშუალება მიგვეცა, რომ დღეს ამ ღონისძიებას დავსწრებოდით და გაგვეცნო ახლოდან ეს ღირსშესანიშნავი არტისტი ლევო ანთაძე. ბატონი ლევო აი დიდი ქართული თეატრალური პლეადის წარმომადგენელია, რომელიც დიდად განსაზღვრავდა თავის დრო წლების მანძილზე, ათწლეულების მანძილზე განსაზღვრავდა ქართულ თეატრალურ ცხოვრებას. ვინაიდან გურჯაანში წლების მანძილზე არსებობდა სახალხო თეატრი
რომელიც იმ ავადმოსაგონარ წლებში გააუქმეს და ეხლა განზრახული ამ თეატრის აღორძინება ამ კუთხითაც უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ბატონი ლეოს სტუმრობა. თიბათვის მუსიკალური პალიტრა. ამ სახელწოდების მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგენს დღეს გურჯაანის სამუსიკო სკოლის დარბაზში საესტრადო განყოფილების მოსწავლეებმა. კონცერტი პედაგოგ მარია ჩუგოშვილის ინიციატივით ჩატარდა. მისი ინფორმაციით სხვა სტუმრებთან ერთად ღონისძიებაზე სოციალურად დაუცველი ბავშვებიც მიიწვიეს. კონცერტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ბავშვების შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. მოგეცნობათ იუნესის ბავშვთათვია და ეს განსაკუთრებით ეს კონცერტი და იქ აჟღერებული მელოდიები ეს ყველაფერი ბავშვებს ეძღვნება და თანაც ორმაგოდ გვახარებს ის ფაქტი რომ დღეს ადგილობრივი ბავშვების გარდა ესწრებიან სოციალურად დაუცველი ბავშვები და ეს ერთჯერადი არ არის ჩვენი ნონა გურგულიას საღამოზეც შევხვდით მას და ჩვენ ყოველთვის კეთილი მასპინძლის როლში ვიქნებით მათთვის. დღეს მე შევასრულე აბეზარეს სიმღერა და ძალიან ხშირად ვიღებ ამ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობას და დარწმუნებული ვარ ყველა ბავშვს მოეწონება და ჩემი შესრულება. ძალიან ყაყოფილი ვარ, ძალიან მეტი არ შეიძლება ამაყი ვარ მე ჩემი რაიონის ბავშვებით და მისი პედაგოგებით. ძალიან საკმაოდ მაღალი დონის კონცერტია. სინოპტიკოსები კვირის ბოლომდე არაბდგრად ამინდებს პროგნოზირებენ მათი ინფორმაციით მომდევნო 3 დღის განმავლობაში კახეთის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარიშხალი. აირის ტემპერატურა 30-33 გრადუსი იქნება. განსხვავდება კახეთში არაბდგრადი ამინდები განსაკუთრებით ხამისა და საღამოს საათებში. ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა შესაძლებელია უმეტეს რაიონში, მაგრამ ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ელცექის დროს ქარიშხალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა ხვალ არის 33-32 გრადუსი მოსალოდნელი და შემდეგ დღეებში 1-2 გრადუსი დაიკლებს. გამიშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ, რომელსაც თამარ ჭანყოშვილი გაგვაცნობს. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონს გარეთ ვითარდებოდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საბოლოო წინადადებებს 2 კომპანია წარადგენს. სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ორივე კანდიდატს უპირატესი განცხადებლის სტატუსი მიენიჭა. მომდევნო ეტაპზე უპირატეს განცხადებელთან მოლაპარაკებები წარიმართება. საბოლოო წინადადების წარდგენის შემდეგ კი გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ. პორტის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს. დღეს გაიმართა ანაკლიის პროექტების გამხილველი სამთავრობო კომისიის სხდომა, რომელმაც იმსჯელა ანაკლიის პორტის მშენებლობისა და განვითარების თაობაზე შემოსულ განაცხადების შესახებ. კომისიამ დაასკვნა შემდეგი, პირველი, რომ არც ერთი განცხადებელი არ იქნა დისკვალიფიცირებული, ანუ ორივე განაცხადი ჩაითვალა კვალიფიციურ განაცხადად, ეს ერთი. ასევე კომისიამ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რომელი განცხადებელი იქნებოდა ეგრეთ წოდებული უპირატესი განცხადებელი, რომელთანაც წარიმართებოდა მოლაპარაკება. კომისიის მსჯელობის შედეგად გამოიკვეთა, რომ ორივე განცხადებელს მიენიჭა ეგრეთ წოდებული უპირატესი განცხადeblis სტატუსი preferred bidder და მათთან წარიმართება მოლაპარაკება. მოლაპარაკებების შემდეგ ორივე კანდიდატი წარმოადგენს საბოლოო და საუკეთესო წინადადებას, რის შედეგადაც უკვე გამოვლინდება გამარჯვებული და გაფორმდება ხელშეკრულება პორტის მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე. საგამოფენო ცენტრში ექსპო ჯორჯია ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გახსნა თინათინ ხიდაშელმა ფორუმში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებსა და ექსპერტებს სიტყვით მიმართა. ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია მნიშვნელოვანი სამხედრო ფორუმია, სადაც ტრანსფორმაციის საკითხები და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამომავლო გამოწვევები განიხილება. ყველაზე მთავარი ჩემი აზრით ის არის, რომ დღიდან გუშინდლიდან ვარშავამდე მიმავალ გზაზე რაც შეიძლება მეტად ვაჩვენოთ ყველა ფორუმზე, იქნება ეს სამხედრო თუ პოლიტიკური,
ჩვენი მზადყოფნა პირველ რიგში, მეორე ის რომ ქართული საზოგადოების და შესაბამისად საქართველოს ხელისუფლების არჩევანი არის აბსოლუტურად ურყევი და უკომპრომისო. და მესამე ვაჩვენოთ და რაც დანიშნულოვანია, რა თქმა უნდა, ვაჩვენოთ როგორ ვაპირებთ ამ გზაზე სიარულს, ანუ რა ღონისძიებებს, რა მოქმედებებს ვაპირებთ იმისათვის, რომ ეს გზა წარმატებით გავიაროთ. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი ღონისძიება, როგორცაც დღეს მასპინძლობს საქართველოს, სხვათა შორის დღეს ორ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება მიმდინარეობს პარალელურად. ერთი ეს ფორუმი, მეორე კონფერენცია, რომელსაც ასევე სამინისტრო მასპინძლობს უკვე ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიის ფარგლებში, სადაც ნატოს ყველა წევრი ქვეყნის აკადემიის კურსანტები არიან ასევე ჩამოსული და უამრავი მსგავსი ტიპის ღონისძიება იყო ამ ერთვის მანძილზე და გეგმილია კიდევ წლის ბოლომდე. არის საუკეთესო შესაძლებლობა იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ადგილზე პირდაპირ ჩვენთან ერთად ნებისმიერ იმ პირთან ვისთანაც სურთ საუბარი, გარკვევა, კითხვის დასმა ადგილზე გაიგონ ყველაფერი, მიიღონ ინფორმაცია. იუსტიციის სახლის ფილიალები კიდევ 8 ქალაქში აშენდება. იუსტიციის მინისტრ მათია წულუკიანმა ახალი პროექტები დღეს დიპლომატთა კორპუსის მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წევრებს თავად წარუდგინა. ფოთი, თიანეთი, ყაზბერგი, ბორჯომი, ონი, ლაგოდეხი, ახალქალაქი და მცხეთა. ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც მომხმარებელი 400-მდე სერვისის მიღებას იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი ხარისხით შეძლებს. ყველა ახალი პროექტი იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელი განსხვავებული და ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა. დიდი ქალაქები, ან და ის ქალაქები, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის, იქნება უკვე დაფარული. ეს ქალაქებია ფოთი პირველ რიგში, რომელიც ივნისში იხსნება. ჩემთვის ძალიან საამაყო პროექტები თიანეთსა და ყაზბეგში, ასევე ბორჯომში. ბორჯომის იუსტიციის სახლი იქნება პირველი ძველებური სტილის, არქიტექტურული სტილის იუსტიციის სახლი მთელ ამ სპექტრში და გაისად ჩვენ გვექნება პატივი, რომ ჩვენს ონს, მცხეთას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აგრეთვე ახალ ქალაქს, ჩვენს ეროვნულ უმცირესობებს ავუშენოთ და ვაჩუქოთ ძალიან ლამაზი იუსტიციის სახლი. ისინი ამას უკვე წლები ელოდებიან და მე მოხარული ვარ, რომ ეს ოცნება მათ აუსრულდებათ. შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები მოქმედი შერეული სისტემით ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კოალიცია ქართულმა ოცნებამ მიიღო. ოპონენტები კი სასწრაფო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ. საარჩევნო სისტემის ცვლილების ვადებთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოსაზრებები კვლავ განსხვავებულია. ნახოთ სიუჟეტი. საარჩევნო სისტემის ცვლილების ვადებთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოსაზრებები კვლავ განსხვავებულია. ყველა ამ წინადადებას გააჩნია გარკვეული სუსტი მხარეები. ეს სუსტი კიდევ ერთი რაში მდგომარეობს. ადამიანი, რომელსაც კონსტიტუციურად აქვს უფლება არა მარტო აერჩიოს, არამედ იყოს არჩეული, პრაქტიკულად ამ პარტოკრატიულ სისტემაში იკარგება. ანუ რომელიმე პარტიის წევრი უნდა იყო აუცილებლად რომ აგირჩიონ. დეპუტატს არ ეთანხმებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავისუფალი დემოკრატები ქართულ ოცნებას საარჩევნო სისტემის უგულებელყოფას შედანაშაულებენ. მამუკა კაციტაძის თქმით კი არასაპარლამენტო ოპოზიცია ცვლილებების განსახორციელებად ხელისუფლების იძულებისთვის მასშტაბურ ღონისძიებებს დაიწყებს. ქართული ოცნება ერთადერთი პოლიტიკურ ძალად გვევლინება, რომელიც არ ეთანხმება პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო კომპრომისებით მიღწეულ შედეგებს. მაჟორიტარული არჩევნები გასაუქმებელია, ეს ყველასათვის ნათელია, ამას ხელისუფლებაც აღიარებს, მაგრამ მათ სურთ კიდევ ერთხელ გამოიყენონ ის მანკიერი სისტემა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად ღონისძიება, ორი ღონისძიება, ოღონდ არ იფიქროთ ახლა შიმშილობები და კარვები და რაღაცეები, არა. ორი ღონისძიება, რომელიც ძალიან დისკომფორტული იქნება, ეს არის საწყისი ღონისძიებები, დისკომფორტული იქნება ხელისუფლებისთვის. ერთი იქნება გამიზნული, ასე ვთქვათ, იმ არარსებულ კონსენსუსთან დაკავშირებით, ანუ შიდა მოხარშვის შედეგად გამოტანილ ვერსიასთან დაკავშირებით, რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ და მეორე იქნება, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ აქტივობასთან დაკავშირებული, სადაც არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური ოპოზიცია, საექსპერტო წრეები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მოხდება ამ კვირაში. საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გაახმოვანა მისმა მრჩეველმა. კახა კოჟორიძის თქმით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება 2016 წლის არჩევნებამდე შესაძლებელია.
კარგი იქნება თუ მოხდება დაფიქრება, რომ ის რაც ქვეყნისთვის არის კარგი, ქვეყნისთვის არის სასარგებლო, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებას ემსახურება, ჯობია გაკეთდეს და ხვალ დღეს გადადგმულ ნაბიჯზე დაშენდეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ახალი ცვლილებები ქვეყნისთვის. საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით დაწყებულ მუშაობას მიესალმება საქართველოში ამერიკის ელჩიც. საქართველო ამჟამად ძალზე მნიშვნელოვან ეტაპზეა, როდესაც მიმდინარეობს საუბრები და დებატები საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. მიმდინარეობს ამ თემების განხილვა პოლიტიკური ძალების მიერ, რაც იმისკენ არის მიმართული, რომ გამოსწორებული იყოს საარჩევნო სისტემაში არსებული დისბალანსი. შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის 150 მანდატიდან 77 პროპორციულით, ხოლო 73 მაჟორიტარული წესით აირჩევა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორების რეკომენდაცია საქართველოს ევროკავშირმა წარუდგინა. საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლის ბორის სილევიჩის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა მაჟორიტარების ნაწილში ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ 14 პარტიისა და 8 არასამთავრობო ორგანიზაციის შეთავაზებას პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს. ასეთი იყო დღეს რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. გარეგნობის საოცარი ცვლილება მაკიაჟისა და ვარცხნილობის ტრანსფორმაციით. საოცარი სანახაობა თევზების სინქრონული ცურვა. გამშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. კიევთან ახლოს ნავთო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა. უნიანის ცნობით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ დაიღუპა ერთი მეხანძრე, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით არიან დაშავებულებიც, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ ხანძარი უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო გაჩნდა. ბელგიის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 16 პირი დააკავა. მათ შორის უმრავლესობა ჩეჩენია. სპეცოპერაცია რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. დაკავებულებს ბრალათედებათ სირიაში შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა და ბელგიის ტერიტორიაზე თავდამსხმელებისთვის მზადება. გამომძიებლების ცნობით, დაკავებულების ნაწილი სირიაში ალ-ქაიდას მებრძოლებთან კავშირში, ხოლო ნაწილი ჩეჩნეთში დაჯგუფება კავკასიის ემირატთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. გავრცელებული ცნობით არსებობს ეჭვი, რომ დაკავებულები სირიაში, ავღანეთსა და ჩეჩნეთში ჯიჰადისტების საწვრთნელ ცენტრში იმყოფებოდნენ. რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის უფროსმა ქალიშვილმა რუსეთი დატოვა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემაზე Times-ი იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ჟანა ნემცოვამ რუსეთის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მუქარი შემცველი შეტყობინებების გამო მიიღო. როგორც ბრიტანული გამოცემა იტყობინება, ნემცოვა არ ასახელებს თავის ადგილსამყოფელს და ამბობს, რომ არ იცის თუ როდის დაბრუნდება კვლავ რუსეთში. მისივე თქმით, ყველა ვინც აკრიტიკებს რუსეთის მთავრობას, საფრთხის ქვეშ იმყოფება. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ და უცნაურმა ბლოგმა გაავრცელა. როდესაც გარეგნობის შეცვლაზე მიდგება საქმე, ქალებს მამაკაცებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ. ქალებს შეუძლიათ ახალი ვარცხნილობის გაკეთება, თმის ახალი ფერის შერჩევა ან მაკიაჟის გამოყენება, რომელიც სახის სრულად შეცვლის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან ასეთი ტრანსფორმაციისთვის აუცილებელი არ არის იყო პროფესიონალი ვიზაჟისტი. ამ ვიდეოში გოგონა გვიჩვენებს, რამდენად შეიძლება მაკიაჟის დახმარებით გარეგნობის შეცვლა. საოცარი სანახაობა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. თუ სურათს კარგად დააკვირდებით, თავდაპირველად ნავთობის ლაქა გეგონებათ. ასე იფიქრეს ადგილობრივებმაც, როცა მიუახლოვდნენ, ნახეს, რომ იქ თევზები იყვნენ, რომლებიც ერთად სინქრონში მოძრაობდნენ. ეს იშვიათი მოვლენა თვალწარმტაცი სანახავია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბუნება ბრძანებელია. ევერესტზე გადაღებული ფილმის პრემიერა 18 სექტემბერს გაიმართება. გამშვებაში ასევე ნახავთ. მამუკა გორგოძე კუნთმაგარ მორაგბეთა შორის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო 20-ულშია. და ბოლოს დღის სხვა ამბები. 18 სექტემბერს ბალთაზარ კოლმაკურის დრამა ევერესტის პრემიერა შედგება. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და მთამსვლელებზე მოგვითხრობს, რომლებიც ზვავის დროს ევერესტზე ჩარჩნენ. ფილმში მთავარ როლებს კირა ნაიტლი, ჯოშ ბროლინი, რობინ რაითი და სხვები ასრულებენ.
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ტულონის მესამე ხაზელი მამუკა გორგოწე ბრიტანულმა გარდიანმა კიდევ ერთხელ დააფასა. ამ მეტად კომპეტენტური და პოპულარული გაზეთის ვერსიით გორგოწე კუნთმაგარ მორაგბეთა შორის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო 20-ში მოხვდა. ცხადია, ეს ქართველი მორაგბის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა. პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისშია. პორტუგალიელები საქართველოს დედაქალაქში სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის მოსამზადებლად ჩამოვიდნენ. პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ქართველი ფანების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ჩამოსვლისთანავე მოექცა. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი გამოშვება დასრულდა, ნახვამდის.